დავიბადე პატარა სვისპირა ქალაქ ფოთში. ნადრევი ასაკიდან მომეწევდა ფიზიკური შრომა. რამაც გადამწყვეტი გავლენა იქონია ჩემი თიაქარის ზომაზე. ჰეკიმები ამბობდნენ ვერ გაივლის, მაგრამ გავიარე, მე გადმოვცურავ ზღვას. მაგრამ სანამ გადმოვცურავ, მე დავხატავ მას. ხატვარი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა მსოფლიოში. იმიტომ რომ თუ მხატვარმა ერთი ხაზი არასწორად გაავლო, მორჩა. სხვა ნახატი გამოდის. მაგალითად, უხსოვარი დროის მხატვრები სულ არ უჩვენებდნენ შეცდომებს. შეცდომები ხაზების გამოგონებასა და მათ გავლებას მოჰყვა. წარმოიდგინეთ, რომ არა ხაზები ჩვენაც საზღვრები გვექნებოდა და მხოლოდ პირადობის ამალავივლით ყველგან. ნიკალა ამბობდა, ხატვარი ის კი არ არის, ვისაც ნიჭი აქვს, არამედ ის, ვისაც ფუნჯი აქვს. ამ გამონათქვამამ საფუძველი დაუდო ჩემ მხატვრულ კარიერას და მე გადავწყვიტე ფუნჯი შემეძინა. ერთნი ამბობენ, კარგი ნახატი უნდა გესაუბრებოდეს. მე კი პასუხობ, კარგი ნახატი უნდა გისმენდეს. ამიტომაც ჩემს შემოქმედებაში ჭარბობენ ყურები, მოსასმენი აპარატები და კედლები, რადგან აქ კედლებსაც ყურები აქვთ. ცნობილი ფაქტია, რომ კურდღელი როდესაც ხტის, ის უკანა ფეხები დედამიწას აზანზარებს. თქვენ შემოქმედებაში თუ მოიპოვება კურდღელი? ასაკურველია, მე ასე გიპასუხებ. ერთხელ ცუნცმა მებაჟემ ხარი ბაჭას შესჩივდა. ია მოდულა თვითი, სკადეში ოღონდ გიტარო. დაგვანებულა ბაჭარმა კი მიუგო. კარგი, რა გაეწყობაო? ასევე კურდღელიც ჩემ შემოქმედებაში. ეს რა შუაშია, მეკითხეთ კურდღელზე. კურდღელს აბიგაბია. კარგი. სამზარეულოში ტრიალი გიყვართ? ჭარბობს ჩემ შემოქმედებაში ფიგურები, რომლებიც შეიძლება მოგაჩვენოთ, რომ ბრუნავენ. ისინი სწორედ სამზარეულოში ტრიალის დროს არიან შექმნილი. ხატვის ბედი იგეთია, მარტო უწევს ცხოვრება, ხატვას ხშირად უწევიან, არავის ეწოდება. ხატვარი მარტოობისთვის არის განწირული, ამიტომ ყოველთვის გვიწევს როგორც საესხის პერსონალური გაფენა, ასევე გამოფენა. არა, ისეთ მე სულაც არ გახლავართ მხატვარი. მე უფრო გაჯი ციკლოკა და მე შემეძლია გიმღეროთ. Comunicação, se uma bela, a hora que se uma bela.